აბა პირველ რიგში გაგვეცადით სახელი, გითხარით გვარი, ასაკი თქვენი. ჩემი სახელი არის მამანტი ზაქრაძე. წლოვანება 91 წლის. როგორ მოხდით ამ უცხოეთში? უცხოეთში მოხდი ტყვეობის შემდეგ. ტყვედ ჩავარდი. რომელ წელს? 42 წლის დამლევს. 42-ში. იქნებ ტყვეობაზე გაიხსენოთ 1-2 სიტყვა. ძალიან ცუდი პირობებში იყო ტყვეობა ჩემი. ძალიან პირველ ხანებში გვაწვალებდნენ. ერთი კვირით არც საჭმელი ჰქონდა. საჭმელს გვაძლევდნენ და წყალის არ ჰქონდა. ხოლოდ გვაძლევდნენ ყოველ დღე აი ერთი მუჭა სიმიჩკის თესლი. ამით ცხოვრობდი ჩვენ ამ ტყვეობაში. და იყო შემთხვევები, რომ ხრეტდნენ ხალხს, ზოგი თავს იკლავდა, მე როგორ პაპა ჩემი იყო თვითონ იქიდან ვიცი. იყო შემთხვევა, იყო ასეთ შემთხვევა. ბევრი. შიმშილი გდებოდნენ უამრავი ხალხი, მაგრამ იყო ისეთი ხალხი, რომელსაც წაიყვანდნენ, დახვრეტდნენ. რატომ რისთვის მე ეს არ ვიცი, რა დახვრეტდნენ. რაღაცას მიზეზის გამო. ტყვეები, არა ტყვეებს. დიახ. აკნომე, გივი გაბლიანი თქვენთან ერთად იყო იქა? ერთად ვიყავით, ხო. შეგიძლიათ გაიხსენოთ რამე გაბლიანზე? გაბლიანი საერთოდ ის როგორც ჯარში, როგორც ჯარისკაცი ის ცოტა ხანს იყო. მე სულ გერმანელებთან ენა იცოდა და გერმანელებთან მუშაობდა გივი. მეორე საბოლოოდ ის შტაბის უბრალოდ დააყენა, შტაბი იყო, ქართული შტაბი, კავკასიური შტაბი. იმათ უბრალოდ იყო ეს. იქ სხვა ქართველები გახსოვთ მაგ დროს თქვენთან ერთად, თქვენ რომ იყვნენ. ვის გაიხსენებთ? ჩემთან ერთად იყო ერთი ჩემი მეზობელი ბუაძე გვარად და ტყვეობის შემდეგ იმას მე ვეხვერძე რომ არ დაბრუნდეს. მაგრამ ხო, სამშობლოში დაბრუნდა. უნდა წავიდეო, დედის ერთად იყო და მოვთხარ, ნუ წახვალ. დავრჩეთ, თორე სახში ვერ წავალ ჩვენ მოვთხარ. მართლაც აგრე მოხდა, ის დაიჭირეს და გააყენეს სიბირში. და ხრუშჩოვის ამინისტიის დროს გაანთავისუფლეს და დაბრუნებულა სახში. დაბრუნდა მან. დაბრუნდა სახში. მაგრამ მე რო გავიგო, ჩავედი 95-ში ვიყავ იქა, მითხრეს რომ მოვიდაო, ტანზე არ ეხდიდაო, არც ლოგინში წვებოდა, არაფერს არ ელაპარაკებოდაო. და ერთი თვის შემდეგ ჩამოვიხსნო თავი პადვალში. ესე რაღაც გაჭირებაში იყო, ასვალეს ეგ ადამიანი. გაყვა ეს ტანჯვა წამება. გასაგვირველია, ხო, გასაგვირველია. რუსებს უარესი ციხე ქონიათ ესე იგი. როგორ? არა, რუსების კატორღა უარესი ყოფილა. უარესი რას გაიგებ რომელია, მაგრამ კატორღა ყველა ერთმანეთზე ცუდია, მაგრამ რუსების კატორღა სულ სხვა იყო კიდე. როგორ გადარჩით, როგორ განთავისუფლდით, რომელ წელს? მე განთავისუფლდი 45 წელს. და დარჩით იქვე, ხო, გერმანიაში როგორც? დავჭი გერმანიაში. არ წავედი, მე არ დაბრუნდა უკან. აი, სწორედ ამას იყო ბუაძე. ბუაძე დაბრუნდა და ეხლა ნანობთ თუ სწორედ მიგაჩნიათ რომ მოიქეცით? სწორად მიმაჩნია. ვინაიდან ჩვენ ვიყავით გამოცხადებული როგორც სამშობლოს მოღალატე და ხალხის მტერი. დიახ. და გვემუქრებოდა რომ დაგიჭერთ და პასუხს აგებთ ამისათვის. როცა მთავრობა მას აცხადებს, ვერ ჩახვალ ესეთ ხალხს. ამიტომ ვერ ზავედი. და ამერიკაში რომელ წელს გადმოხვედით მე? ამერიკაში ჩამოვედი 1950 წელს. 50 წელს. და დაიწყო ტანჯვა წამებით პირველი ნაბიჯების გადადგმა ალბათ. როგორც ყველა ემიგრანტი, ყოველთვის წვალობს დაწყებისას.
მაგრამ საბოლოოდ მე სულ რამდენი ქართველი იქნებოდით მაგ დროს? ამ დროს 50-ში ხო, აი რო გადმოხვედით ამერიკაში. შეიძლება 50 მაშინ ცოტა თითოეულა ძველი არა, ოროლეგა იყო, ერთი 20-30 ძველი ემიგრანტი იყო აკამაში. ერთმანეთთან მეგობრობდით, ერთად იყავით? როგორ არა, გახმარებოდნენ კიდევაცო. კრებები ეწყობოდა. აჰა, ქართული. წელიწადში 3 ჯერ. დიახ. ნინაობა 26 მაისი და აუგუსტოს აჯანყება. სამ დღეს აღნიშნავთ. ერთად ქართველი. კეიპობით და დაახლოებით ვიტყვი რომ 80 კაცამდე მოგროვდებოდა. აჰა, მეტის, ხო. არა, ქართველები. ოჯახებიანად მეტი. აქ ნიუ-იორკში. მე ვაშინგტონში იყვნენ კიდე ხალხი, არა, კალიფორნიაში იყვნენ. კალიფორნიაში. და ეხლა ერთი კაცი დარჩა მარტო კალიფორნიაში, ბოცუ ჩიკვინიძე, რომ კორიშენი. დიახ. რომ მაგისი მამა დახვრიტეს სანდრო ახმეტელთან ერთად. ვა. ეს იმის შვილია. ჩემი პარალელური კლასებია. ვაშინგტონში კიდე ბატონი პეტრი არის, არა? იქ არის პეტრი. ვიყავით, ჩავწერეთ იქ ვიყავით. კარგით, აბა მაშინ ასე ვთქვათ, აი ესე იგი, თქვენ რა სიტყოდით დღევანდელ ემიგრაციაზე, დღევანდელ ქართველებზე მომრავლდნენ, ბევრი არიან, თითქოს მუშაობენ, თითქოს სუსევდიანები არიან, დღევანდელი თვალები აქვს. აი ჩემი სურვილი ასეთია და ყველა ქართველზე ვინც აქ ჩამოვიდნენ, ახალ თქვენ ესე ნებით ჩამოვიდნენ, თავისი ნებით. დიახ. ჩვენ ვართ იზოლებით ჩამოსული აქ. გამოგვაგდეს, ჩვენ არ მივიღებთ, თავრობა არ მივიღო. და მაგენი ჩამოვიდნენ თავისი ნებით. და მე ვუსურვებ უყურას რომ დაბრუნდეს თავისი ნებით თავის სამშობლოში. მე 91 წლის კაცი ვარ და ჩემი გული მაინც იქ არის. მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მაგრამ მე და გქონდათ მამული, ფესვები. ეს სამტრედიის რაიონიდან ვარ, ეს სოფელი გომი არის. გენატრებათ იქაურობა. როგორ არ მენატრებობას? აი, რას გაიხსენებდით ბავშვობიდან? ბავშვობიდან? სოფელს რო ეხებოდეს ისეც. აი, მიყვარდა. მაგალითად მე მიყვარდა ძალიან აქტიური იყავი ბაღების გაკეთება, ბოსნეულების, მამულის მოვლა ეს მიყვარდა ძალიან. ამას ვაკეთებდი. სანამ წამოვიდოდი ჯარში. თანამსწავლობდი ასაგრველია. საშუალო დამამთავრე და მე წამოვიყვანე ჯარში. 19 წლის ვიყავ წამოვიყვანეს. აი, იქაურ ასე ამბობენ აქაური ქართველები, აქ საჭმელს გემო არა აქო და იქ სხვანაირი გემრიელიაო და მართალია თქვენ როგორ ფიქრობთ? საჭმელი ესე იგი ხილია უკეთესი იქ. გემრიელი. გემრიელი მე და მზე არის სხვა. მზისა. ხო. აქაური ხილი როგორი მზე არის, როგორი სხვანაირი? უფრო მშრალი და უფრო ტკბილი და წვავენ. ესე იგი. ფერს გისვლის იქაურებზე. მე რო ჩავედი იქ გავშავდი. აქ არის ის გაშავება? აქ არა, ხო არის ეს აქ. უნდა გითხრათ რომ ბეტიწილი ხილი შემოდის სამხრეთ ამერიკიდან. ეს ტრანსპორტი მოდის შორიდან. ხო, ესა ხო, ამიტომ ადგილობრივი ხილი. კარგია. ალავერში მაგალითად რო დავდიოდით იქ ვაშლი იყო, მარწყვი იყო, ძალიან კარგი იყო. არა, კარგი, რასაკვირველი კარგია აქაურ ხილს, მაგრამ ის ბაზარზე სულ უცხო სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსული. თუ დაუკვირდე ყურძენს რო ყურძენი არის არა? ჩვენი ყურძენს რაღაც სხვანაირი გემოქონდა. უკეთესი გემოქონდა. საზამთროს უკეთესი გემოქონდა. ნესვები აი რო გავიდე ქუჩაში სუნით გასმოდა. აქ ნესვი გამოსული მე მქონდა ეზოში. არა და სუნი მას არ გონდა ზმოს.
რა ადგილი უჭირავს სამშობლოს თქვენ გულში ამდენი წელი არ ყოფ ნუ აქ ცხოვრობ ჩემ გულში სამშობლო ყოველ სამშობლო იქნება და მე პირველ ადგილზე ვაყენებ მაგრამ იქ ხალხი როგორ აყენებენ რომელ ადგილზე აყენებს ეგ მე არ ვიცი რა უშველით ჩვენ ქვეყანას რას მოუწოდებდით ახალგაზრდებს ახალგაზრდებს მოუწოდებ დაღანებოწონ სმას თავი და მუშაობას მოგიდოწონ ხელი სოფლის მეურნეობა გაუმჯობესოს უწყენ რომელსაც სოფლები არის არჩენს ქალაქს თქვენ ქალაქს სული ამოძრობა ესე სოფელია ქალაქის მასწავლებელი სოფლები კიდე სულ გამოკეტილი სახლებია უმეტესობა გამოკეტილია მაგრამ მაგალითად მე მყავს ორი ბიძაშვილი მას მითხრა ერთი ვარი გომნახა მოსკოვში ისეთი მამული ქონდა ბაბუაჩემს ბიძაჩემს დიდებული მამული ჯერას ვენახი მე წაბლების ტყე ქონდა მე კაკლის თხილის რა გინდა ვარ ქონდა დაუტუები რატო ქენდა მომწყიდა იმ ტალახში სიარული მეთხრა ესე მოსკოვში მას დადის ასფალტზე კეთდა ყველაზე მტკივნეული თქვენ ცხოვრებაში რა იყო აი ამდენი წლის ბრძანდებით ყველაზე მტკივნეული რა იყო ყველაზე მტკივნეული ჩემთვის იყო სამშობლოს დაკარგვა და ჩემი წვალება ტყვეობაში გერმანელებთან და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე აი დასამახსოვრებელი რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც არის სამშობლოში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი ნათესაობა ჩემი მშობლები